რეგიონის წარმომადგენლები, როგორც გურია აკადემიის მდგომარეობაშია ჩვენამდე მდგომარეობით, რაც შეესაბამება ყველაფერი რეფორმები, რაც ხდება ნინო გამო ნინო ხილი, რომლებიც ადგილობრივმა მაფია შექმნა ესეთ სიტუაციას, სულ გააუკეთურა ესეთაც გაუკეთურებული ხალხი, როგორც უნდა ისე აკონტროლებენ ხილის საკუთს. დააგდებდა იმ ფაზზე დააგდებდა, როგორც მაგათ არჩევებს აწყობთ. არავით არაფერს არ იცის ჩვენი პარტია, საქართველოს პატრიოტი ალიანსი. საქართველოს პატრიოტი ალიანსი მუდმივად ხალხის და ერის გორჩი იყო. და ესე იქნება მუდმივად რა. ხალხი ოზურგეთელებო. ბოლოს და ბოლოს უნდა ამოიღოთ რა, ჩვენი სათქმელი უნდა გავაგებინოთ არავინ და გურიას და ოზურგეთს, მთელ საქართველოს. უნდა ამოვიწყოთ თითოეულ ჩვენთაგანმა ის მაფია რაც ტრიალებს გურიაში, რაც ტრიალებს ოზურგეთში, ყველა ოჯახის გვერდში გავიართ. წარმომადგენელი ბატონი კოჩაძინის ტარაშვილი და მე და ჩვენი მეგობრები აქ ვიზარდებიან. ჩემი თხოვნა იქნება შემოიერთდეთ და ერთდროულად დავდგეთ ოზურგეთელებმა თქვა ის სიტყვა, რაც ოდიდანვე მოდიოდა. მოდი აქ არაა ჩვენი მეგობრები და გადავცემ რა სიტყვას მივეწოდე ბატონ კოჩაძინის ტარაშვილს. აი მოგესალმებით და დიდი მადლობა მინდა გითხრათ რომ მობრძანდით და შეგესწრებით დღევანდელ აქციას. ჩვენი დღევანდელი აქცია ეძღვნება არა მარტო თხილთან დაკავშირებულ პრობლემებს, არამედ იმ პრობლემებსაც, რაც მთლიან საქართველოში არის. ეს არის პრობლემა, ეს არის ძველი რეჟიმი, სააკაშვილის რეჟიმის საბოლოო წასვლა ჩვენი პოლიტიკიდან. ერთ-ერთი ამ რეჟიმის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი გახლავთ კუბლაშვილი, უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე, რომელსაც მე ადრეც განაცხადეს არაერთხელ პრესაში და ტელევიზიაში, რომ ამ პიროვნება თავისი ნებით არ გადადგება დაკავებული თანამდებობიდან, იმიტომ რომ ამ პიროვნება შურზე ძაღლი გაწყვეტილი აქვს. ამიტომ ჩვენ საზოგადოებამ მთლიანად უნდა ვაიძულოთ პარლამენტი, რომელიც ხელს აფარებს ბატონ კუბლაშვილს, რომ დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა ამ პიროვნების გადაყენებასთან დაკავშირებით. მაგრამ რატომღაც პარლამენტი ამ საკითხს არ იხილავს და საერთოდ დღის წესრიგში არ დგას. ეს მიმაჩნია არის ძალიან ცუდი მოვლენა და იმედია მომავალში პარლამენტი გაეზიარებს ჩვენს მოსაზრებებს და ამასთან დაკავშირებით მიიღებს სერიოზულ გადაწყვეტილებებს. ცნობისათვის მინდა მოგახსენოთ, რომ მიმდინარე წლის 1 სექტემბერს უზენაეს სასამართლოს წინ გაიმართება აქცია, ხალხმრავალი აქცია, რომელსაც ატარებს საქართველოს პატრიოტთა ალიანსი და რომელიც მოითხოვს კუბლაშვილის უპირობოდ გადაყენებას. უბრალოდ პარლამენტისგან მოითხოვს და დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა კუბლაშვილის გადაყენების მოთხოვნის მიზნით. ამიტომ ვთქვათ, თუკი იმას სურვილი ექნება, რომ ქალაქ თბილისში უზენაეს სასამართლოს წინ ტარდება გრანდიოზული აქცია და იქ დავაბრძანდეთ და გამოხატოთ ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. და რაც შეეხება აი თხილთან დაკავშირებით პრობლემებს. ჩვენ ყველა ვიცით, თუ რა პრობლემებია გურიაში თხილთან დაკავშირებით, რომ ხელოვნურად ფასების ხდება ძალიან ხშირად აქვს ადგილი, განსაკუთრებით კი იმ დროს, როდესაც იწყება სკოლა. სწორედ ამ პერიოდში გლეხობა, რაიონის მოსახლეობა ძალიან დიდ ხუთს ხარჯავს იმისათვის, რომ ბავშვი იყოს ჩაცმული, დახურული და ასე შემდეგ და სწორედ ამით სარგებლობენ ადგილობრივი ეგრეთ წოდებული მაფიის წევრები და ცდილობენ ხელოვნურად ფასის დაგდებას თხილის მიღებ პუნქტებზე. დღეს ჩვენ დღევანდელ აქციაში ველოდით უფრო მეტ ადამიანს, ასპონდე ველოდით, მაგრამ რატომღაც ეს ადამიანები განსაკუთრებით ეხებოდა თხილის ჩამბარებელ პიროვნებს, რომლებიც აცხადებენ წერად საუბრებში, რომ ისინი ჩვენ გეთანხმებიან, მაგრამ რატომღაც აქ ძალიან ცოტა მოვიდა მათი მხრიდან. ეს ნამდვილად იმისი მანიშნებელია, რომ ეს ხალხი დღესაც განიცდიან რაღაც გარკვეულ ზეწოლას ამ ეგრეთ წოდებული თხილის მაფიის მხრიდან. მე მინდა მივმართო ყველა იმ პიროვნებას, რომელიც ასეთ ვიზა ჩართულია თხილის ბიზნესში და მოუწოდო მათ, რომ შეწყვიტონ რაიმე სახის ხელოვნური თუ რაღაც სხვანაირი დაკვალებების შექმნა თხილის მიღებ პუნქტებთან დაკავშირებით. მაგრამ ეს არის სასიცოცხლო გურულებისათვის, გურისათვის, ოზურგეთისათვის და ასევე იგივე ჩოხატაურისათვის
ლანჩხუთისათვის და იგივე თუნდაც სამეგრელოსათვის. სადაც განსაკუთრებით ხილის მოსავაზია დამოკიდებული ადამიანის ბეჭდი და შეიძლება ითქვას იღბალიც, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი მთავარი კულტურა, რითაც სარგებლობს ჩვენი გურულები, ჩვენი ქართული მოსახლეობა. ამიტომ მინდა მოვუწოდო კიდევ ერთხელ ამ ეგრეთ წოდებულ რაღაცა დავარქვათ მას მაფია დავარქვათ თუ რა ადამიანები არიან ესენი რომლებიც დღესაც მთელი ამ დღესაც განაგრძობენ ამ უკანონო და არასწორ ქმედებებს და ერთი დროს და ბოლოს უნდა დამთავრდეს მათი ეს პარპაში საერთოდ ამ სფეროში და იმედია რომ სულ მალე მოეღება ბოლო ამ უკანონოებს და ხილზე მოესწრება ეს ხილის ფასებზე მოესწრება ეს შეზღუდვა რომელიც მთელი ამ 10 წლეულების მანძილზე იყო ოზურგეთში, შოხატაურის ლანჩხუთში და საერთოდ საქართველოში.